გამარჯობა, მე ვარ თეუნა გეგეჭკორი, ვიზაჟისტი. გამარჯობათ, მე ვარ აჩი რუბაშვილი, მომავალი პროგრამისტი. გამარჯობა, მე ვარ რუსტან დექაური, 20 წლის და ამჟამად ვსწავლობ motion design-ს. გამარჯობა, მე ვარ ლუკა მაღრაც, ფოტოგრაფი. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ლოიალური და ემპათიური ადამიანი. ჩემი ძლიერი მხარეებია გუნდური მუშაობა და პრობლემების გადაჭრა. ემპათია, ჩემი აზრით, უბრალოდ ნაკლოვანებაც აქვს ძალიან დიდი და მაინც ძლიერ მხარეში გამოვიდა. ადვილად ვიმახსოვს ყველაფერს. რადგან ვარ ვიზაჟის კურსს დამთავრებული, უფრო მეტად განვითარდე და შევცვლო, ასე ვთქვათ, ამ სფეროში. ვიყო წარმატებული პროგრამისტი. Digital design-ში მინდა დასაქმებული პირი ვიყო. ახლა მომავალში. ჩემი მიზანია კარგად ვისწავლო ფოტოგრაფია და გავხდე წარმატებული ფოტოგრაფი. მყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დადის ბაღში და ძალიან რთულია ბაღს და სამსახურს შეუთავსო დრო. ყველაზე დიდი სირთულე კარიერის პონისას არის მაღალი მოთხოვნები დამწყები პროგრამისტისთვის. ჩემთვის აღმოჩნდა დასაქმებლების მიერ გამოცდილების მოთხოვნა, როდესაც ყველა გთხოვს გამოცდილებას და გამოცდილებას რეალურად მაგის გამო ვერ იღებ. ყველაზე რთულია მოქონილი გარემოს ძიება. ხალებს, რომლებსაც ყავს მცირეწლოვანი შვილები, უფრო მეტი ალტერნატიული გზები და საშუალება რო გქონდეს დამსაქმებლების მხრიდან. სამსახურში ვისურვებდი ცოტა მეგობრული გარემო და თბილი პირობები დამხვდეს. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული არის HR-ის დახმარება, როდესაც ცდილობს მოეწესრიგოს გარემო და ნაკლებად სტრესული გახადოს ის. ჩემთვის პირადად იდეალური სამუშაო გარემო იქნება ისეთი ადგილი, სადაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. იდეალური სამუშაო გარემო იქნებოდა, როდესაც ჩემი ღირებულებები იქნებოდა მიღებული, რაც ჩემთვის პრიორიტეტი არის. სიმორცხვის და შიშების დაცლევაზე. ამჟამად მუშაობ ჩემის დროის და ენერგიის სწორად გადანაწილებაზე პროფესიის მიხედვით. Motion design-ის როგორც უნარისთვის დაუფლებისთვის შრომობ, ასე ვთქვათ, ხოლო პიროვნულ უნარებში გამძლეობას და მოთმინებას დავასახელებთ. რადგან დავწყები ფოტოგრაფი ვარ, მუშაობ ფოტოგრაფიის უნარების განვითარებაზე. რადგან ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ვთვლი, რომ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია დამსაქმებელს. დამსაქმებელს შემინდა შევსწავლო ჩემი მონდომება და შრომის უნარიანობა. ჩემი ღირებულებები, ჩემი ხედვა და პროგრესულობა, მათ შორის ყველა სფეროში ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ვარ მიზანდასახული და ძალიან შრომის მოყვარე, ვფიქრობ ყველა დამსაქმებელისთვის საინტერესო კანდიდატურა ვიქნები. სტაბილური, ჯანსაღი და დაცული გარემო. ჩემი ოცნების სამსახურის ერთ-ერთი მახასიათებელია სტაბილურობის შეგრძნება. ჩემთვის ყველაზე კომფორტული იქნება გადავღო ადამიანებს ასევე ბუნებას. ჩემი მთავარი мотиваცია, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი. ჩემი მთავარი мотиваცია ფინანსური სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის მოპოვება. ჩემი თავის განვითარება და ასევე გარემოს განვითარებაც მათ შორის. ჩემი мотиваცია გავხდე პროფესიონალი ფოტოგრაფი. როდესაც გამიკეთებია გოგონებისთვის, ქალბატონებისთვის მეიქაპი და რომ მინახია მათი ეს გაბრწყინებული თვალები და როცა ვთქვა თეორია ამაზეა როგორ მოხდეს, ჩემთვის ეს არის წარმატებულად შესრულებული სამუშაო. ჩემთვის წარმატებული სამუშაო ნიშნავს, რომ ყველას თანაბარ შესაძლებლობა განვითარებისთვის. როდესაც ჩემი თავიც და დამსაქმებელიც კმაყოფილია. ჩემი შემოსავლის წყარო იქნება ფოტოგრაფი. კონდეს საკუთარი სალონი, სადაც მაქსიმალურად გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს. ვიყო კონკრეტულარიანი, წარმატებული პროგრამისტი, რაც შემდეგ შესაძლებლობას მომცემს, რომ დავსაქმდე გლობალურ ბაზარზე. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის motion design-ში ვიყო ფრილანსერი, რომლის მეშვეობითაც მექნება თავისუფალი გრაფიკი. ეს გულისხმობს იმას, რომ დრო მექნება სიტყვაზე მოგზაურობის, ჩემი ჰობით დაკავების და ცხოვრების მთავარი ასპექტების დაკმაყოფილების და განვითარების მეტი. ჩემი ოცნება არის გიორგი მიქალტაძეს გადავღო ფოტო.